იმ დღესაც რო ვიყავით ლუდზე, სხვადასხვის ზონდერებმა კარგად ვიქეიფეთ. ლუდისა იყო იქ. სამბერს მაქებენ და ორ დღეშიც ვეცდები რომ არანაკლები ჩატენვები შემოგთავაზოთ. მარკანენს უნდა გადავატენო ბურთი თავზე. ანახეთ ეს ვიდეო მარკანენს გადაუთარგმნეთ. გოგა როგორ ემზადება ნაკრები აი ამ შვიდად არად ვცდილობთ რომ ნაკლებად ვიფიქროთ იმ წარმატებაზე რომელსაც მივახციეთ უკვე იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გამარჯვება იყო ფრანგებთან. პირველად გავედით მეოთხედფინალში და რა თქმა უნდა ეს ძალიან გვიხარია და ვულოცავ კიდევ ერთხელ მთელ ქვეყანას ჩვენ წარმატებას, მაგრამ არ გვინდა რომ ზედმეტად გავერთოთ ამ წარმატებაზე ფიქრით და ახლა მხოლოდ ფინეთთან დაპირისპირებაზე ვფიქრობთ. რთული გუნდია, ძალიან ძლიერი გუნდი არის, გვითამაშია ბევრჯერ, კარგად ვიცნობთ ლავრი მარკანენს, რა თქმა უნდა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა NBA-ში, თუმცა ჩვენი ძლიერი მხარეები გვაქვს. ძალიან კარგი ბიჭები არიან ჩვენ ნაკრებში და ყველა ბოლომდე იბრძოლებს და ყველა თავს გადადებს ბოლომდე ისე როგორც ეს საფრანგეთთან შეხვედრაში იყო. გოგა, რაღაც დიეტა დაგინიშნეს, როგორც ვხედავ, ძალიან განხტარი ხარ და არა, ნერვიულობისგან არის ეს. სიმაღლეში დაკლებული ხარ. დაკლებული შეიძლება. სიმაღლეში არა, სიმაღლეში არ დამიკლია დიდად, უბრალოდ ხა ვზივარ და მაგიტო ჩანს ეგ და ცოტა მოხრილი ვარ, რომ შენ არ შეგწყვეტ ძალიან და დაიმორცხო და წონასაც შეეხება, ხო, ნერვიულობის შედეგია. არ ვიცი, შეამჩნევთ ალბათ თქვენს ვერ ვიკავებთ თავს და რამდენჯერმე გამოჩნდა, რომ ცოტა აღელვებული ვიყავი საფრანგეთთან. შეხვედრაში, იმიტომ რომ პირველი მეოთხედი არ წამივიდა მთლად კარგად. თუმცა მეც სადღაც ვფიქრობდი, რომ კარგია, რომ პირველი მეოთხედი რო არ წამივიდა გუნდი მაინც რო იგებდა, იმიტომ რომ რო წამივა თამაში მე ხო საერთოდ რა იქნებაო და მართლა ეგრე აღმოჩნდა. რა სიტყვით აი ამ მოარულ ხმებზე ტატო ბაციკაძეს რო გადარებენ ფიზიკურად, ტატო ბაციკაძეს. ესეთი ადამიანი არსებობს ქართულ YouTube სივრცეში, კომენტატორი იყო, ადრე სხვადასხვა NBA-ის მაჩებიც მიყავდა, თქვენი მაჩი წაყვანილი ექნება სავარაუდოდ. კი ბატონო, ცოტა ნერვული აშლილობის ესეთი კაი სასიამოვნო შესახედაობის რო ვითხოვდი ბიჭია. თუ არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არ გამიგია. არც ეგეთ შედარება და არც ეგ ადამიანს ვიცნობ. რა როგორ მითხარით? ტატო, შეიძლება ვახტანგით იცოდეთ. ვახტანგი გორგასალივიც. ვახტანგ ბაციკაძე შეიძლება. თუ თქვენი სიმაღლის ხალხი იცით. გვარი საერთოდ გამიგია პირველად მესმის ეგეთი გვარი სადაც ბაციკაძე? დიახ. კაციტაძე არ არის? არა. ვახტანგ ბაციკაძე, ტატო ბაციკაძე. არა, ბოდიში. ეგეთქვით ვერაფერს. თუ მანახებ ფოტოს შემიძლია გითხრათ, გავს თუ არა, მაგრამ ისე ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ მაგ კითხვას. შემდეგ თუ გაინტერესებთ ამ კიდე. დიდი მადლობა ჩვენი სტომარი იყო გოგა ბითაძე, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ყალბურთელის ვაჟოს პირველად ყავს გადაცემაში. იქამდე არ ყოლია და ძალიან დიდი მადლობა რომ სპორტულ გადაცემაში ყალბურთელი ვემოწმეთ. სპორტული არა, ჩვენ საფეხბურთო გადაცემა ვართ. აი ფუ გოგა ტატო როგორ არიციო კომენტარებში სპრომა ეს ასევე ხუმრობა არის აგორებული მახარას მიერ. საეჭვო კაციც ალბათ არიცით. საეჭვო კაცი არ ვიცი. ანუ ქართულ YouTube-ს არ უყურებთ. არა. სამწუხაროდ არ მაგდო. მე ვინ ვარ იცით ანუ. გადაცემის წამყვანი. დიდი მადლობა. იმიტომ რომ იცით რა NBA-ში ვთამაშობ და იქაურ შოუებზე ხარ გადართული. არა, არცალია შოუების. მაგრამ იცით თუ არა კენგურუს კოსტუმი ვის ქონდა მორგებული? ბატონო? კენგურუს კოსტუმი ვის ქონდა მორგებული თუ იცით? მედუზას რო ქონდა ბაღაშვილს ეგ ვიცი. არა. აბა? კენგურუს კოსტუმი ბაღაშვილს ქონდა მორგებული. კენგურუ მოიგო? მედუზამ წააგო? მედუზამ სამწუხაროდ გააწმილა თავისი გულშემატკივრები. აკვატიკ საზღვაო გულშემატკივრები. ძირითადად ზღვის ხალხი. ბათუმი კომაგობდა ძალიან მედუზას. ხო. კობურეკი ბათუმი, გოგულეთი. ფოთი წვეთის. სოხუმი, ოჩამჭირა გაგრა. და თბილისის ზღვაზე. სოჭიც. შემოგარენში და ტბებზე ხალხი. თბილისის ზღვაში მედუზები არ არიან. მაინც ზღვასთან ახლო. რა. ზღვა ქვია, მაგრამ არ არიან მედუზები. მართალია არ არიან, მაგრამ მაინც კომაგობდა. რა გავაკეთე? ვინ იყო მედუზას ფორმაში? მედუზას ფორმაში არ მახსოვს ვინ იყო სამწუხაროდ. აი ფინალისტი ხედავთ, არავის არ ახსოვს. გაბრაზდება ხა ის კაცი, როგორც მე გავბრაზდი, ყველა მთელი ყურადღება ზაიონზე რო წავიდა და მე დავჩი უფოტოგრაფოთ. აგა, მე ვარ ხა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში და ზაიონი სად არის? სადაა ზაიონი? ტრამვირებულია, სადაც ალბათ ისევ საავადმყოფოში სავარაუდოდ. ხო და მოკლედ კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის და იმედი მაქვს რომ ქართულ გულშემატკივარს 10-შიც გავახარებთ და არ იქნება ფინეთთან დაპირისპირება ჩვენი ბოლო შეხვედრა ამ ევროპის ჩემპიონატზე. მიუხედავად იმისა რომ ფავორიტად ესე ფინეთს თვლიან, საფრანგეთის ფავორიტი იყო ჩვენთან, მაგრამ როგორ დამთავრდა კი ვნახეთ ყველაფერი. შესაბამისად იმედი მაქვს რომ ფინეთს მოუგებთ და მე უკვე იქნებ წინ წავა ჩვენი წინსვლა. ხო და ლუკა დონჩიჩი შეხვდება თუ დენის შროდერი თუ
ვაგნერი მინდა მე, როგორც ჩემი თანაგუნდელი გამოვუშვით. ვაგნერს დაუპირისპირდები. გოგა, ძალიან დიდი ხანი ხوار გაგიგრძელდათ ბითაძის როლში ყოფნა. დაუბრუნდით ახლა, იმას რა ქვია. ვის როლში ყოფნა? ბითაძის როლში ან ხوار გაგიგრძელდათ დიდი ხანი ყოფნა. ხوار დაუბრუნდებოდით. ბითაძე ვარ უკაცრავად. ანუ გადაცემაში ვისწრებთ ეგ არიცით ახლა შეგელი თონიკა ხوار გეგონა ჩენგელია შემთხვევით, იმიტომ რომ ეგეც ცოტა წერები აქვს. არა. თუ შეიძლება და შეუჩვენეთ თვალისთვის მაინც არა ამ გადაცემის წამყვანი ვინც არის ის დაბრუნდეს, იმიტომ რომ მოენატრა ხალხს ნერვული აშლილობა დიდი ხანი არ გამოუვლენია და